ჩვენ გვაქვს ეს რაღაცა აბულა ესე გაკეთებული ჩემიანები და სვისიანები, ასე გვაქვს ჩაწერილი ხალხი. მაგრამ სინამდვილეში ვინ არის ღმერთისიანი და ვინ არ არის მის ეს ღმერთი კონკრეტულად. ამიტომ ილიას რომელსაც განაჩენის გამოტანა უნდა ნახეთ როგორ დაავადებს მას ღმერთი. ეუბნება რომ ისრაზე დადექი და მე ჩავივიდე. გამოვა ილიასთან დაფიოს. ამოვარდება ძალიან ძლიერი ხარიშხალი, გამანგრეველი, ლოდებს რომ ერთმანეთს ორცნის ისეთი ძლიერი ხარიშხალი. ამ ხარიშხალში არ არის ღმერთი. ამის შემდგომ მოხდება ძალიან დიდი მიწისძვრა. მიწა პირს გახსნის, ინგრევა და ირგევა ყველაფერი. არც ამაში არ არის ღმერთი. ამის შემდგომ ცეცხლი ჩამოვარდება ციდან გამწველი, გამაუღვედურებელი. არც ამაში არ არის ღმერთი. ამის შემდგომ მოუბერავს ძალიან სასიამოვნო სიო და ამაში არის ღმერთი. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ სინამდვილეში ღმერთი ასე ეხება ადამიანს. სინამდვილეში ღმერთი ასეთ ურთიერთობაში ადამიანთან. არც ცეცხლია, არც ხარიშხალია, არც დამანგრეველი მიწისძვრა არ არის, არამედ არის ის სასიამოვნო სიო, რომელიც შენი გულის წინ შეეხება და ხვდები, რომ ეს არის ნამდვილი და ჭეშმარიტი ბედნიერება. და სწორედ ამას ეუბნება ილიას, რომ სასჯელი მე დღეს ვერ შემიძლია, ცეცხლის, მიწისძვრას, ხარიშხალის დამანგრეველიც, მაგრამ მე მინდა რომ ადამიანს ასე შევეხო, ასე შეუყვარდე ადამიანს, და არა ისე როგორც შეგინდა რომ ცეცხლი ჩამოვიდეს და მიწისძვრა მოხდეს და ასე შემდეგ. ცეცხლის გარდამოვლენას და თავის მოჭრას და მიდან გარდებას რა უნდა? აბა შენ ისე შეეხე, როგორც ის სიო შეეხება ადამიანს, რომელიც დამაშვალე სიცხისაგან გაუბედურებული სადღაცა შეიძლება დია, და ის სიო როგორც მიესალმუნება მას და გამოაცოცხლებს და მისცემს მას საშუალებას იმისას, რომ კვლავ ჩაისრულოს და ღერი და სიცოცხლე გააგრძელოს, ასე შეეხე შენ ადამიანს, თუ შეგიძლია, ეს არის ნამდვილი ღვთაებრივი სული, და არა ის, რომ ცეცხლს გარდამოიწევ და დაბუგავ ყველაფერს. ან ხარიშხალს ამოწრიდა, ესე იგი, წარწმიდა ყველაფერს, თუ მირამია დედამიწაზე. ამიტომაც ილიას მიუხედავად იმისა, რომ მართალია, მიუხედავად იმისა, რომ შემართება აქვს ასეთი, რომ უნდა სიწმინდე იყოს მის ქვეყანაში, უნდა რომ გადარჩეს მისი ქვეყანა, უნდა რომ იქ ცოდვილებმა აღარ იბოგინონ ისე როგორც ეხლა დღეს ვთქვათ, მიშვებული აქვს დააღვერი ყველაზე და ყველაფერზე. ღმერთი მას აჩერებს და ეუბნება, ილია, არც ხარიშხალში ვარ, არც ცეცხლში, არც გამანგრევალ მიწისძვრაში, მე ვარ იმ სიოში, რომელიც ასე ესალმუნება შენ სხეულს. აი ეს ესალმუნება ღმერთი ადამიანის გულს.